მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს არხზე. დღეს ჩვენ განვიხილავთ ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს შედევრს. გურამ დოჩანაშვილის სამოსელი პირველი არ არის უბრალოდ რომანი. იგი ქართული მწერლობის ისტორიაში კულტურული და სულიერი ფენომენია. მარადიული კითხვებით გაჯერებული ეგზისტენციალური იგავი, რომელიც ცილდება კონკრეტული დროისა და სივრცის საზღვრებს. 1975 წელს საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის პირობებში შექმნილი ეს ნაწარმოები იქცა თავისუფლების, ინდივიდუალური ძიებისა და ადამიანური სულის შეუპოვრობის მანიფესტად. დოჩანაშვილმა მოახერხა ის, რაც მხოლოდ უდიდეს ხელოვნებს ძალუძს. მან აიღო კაცობრიობის კულტურულ მეხსიერებაში ღრმად ჩაბეჭდილი არქეტიპული სიუჟეტი, ლუკას სახარების იგავი უძღების შვილის შესახებ და შექმნა ისტორია, სადაც ყოველი პერსონაჟი, ყოველი ლოკაცია და ყოველი დიალოგი ფილოსოფიური სიმბოლოების სიმძაფრითაა დამუხტული. სანამ ამ შესანიშნავი რომანის სიღრმისეულ ანალიზს დავიწყებდეთ, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ვიდეო და დაგვიტოვეთ კომენტარი. თქვენი აქტიურობა ჩვენთვის უდიდესი სტიმულია. ეს ანალიზი მიზნად ისახავს გაჰყვეს რომანის მთავარი გმირის, დომენიკოს, ოდისეას არა როგორც უბრალო ქრონოლოგიურ თხრობას, არამედ როგორც ადამიანური სულის ევოლუციის ეტაპების ალეგორიულ ასახვას. ჩვენ განვიხილავთ თითოეულ საკვანძო ლოკაციას, მაღალ სოფელს, ლამაზ ქალაქს, კამორას, უდაბნოსა და კანუდოს, როგორც მისი შინაგანი სამყაროს და გარემომცველი სინამდვილის სხვადასხვა ასპექტის პერსონიფიკაციას. ჩვენ ჩაუღრმავდებით რომანის ენობრივ ქსოვილს, მის პოეტურ პროზას, რომელიც თავად იქცევა ნაწარმოების ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირად და განვიხილავთ მის უნივერსალურ თემებს, რომლებიც სამოსელ პირველს მსოფლიო ლიტერატურის შედევრების გვერდით აყენებს. რომანის სამყარო იწყება მაღალ სოფელში, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გეოგრაფიული ლოკაცია. ეს არის ერთგვარი პირველი ქმნილი, ჰერმეტულად დახურული სივრცე, საწყისი წერტილი, საიდანაც უნდა გახვიდე, რათა შემეცნების პროცესი დაიწყოს. დოჩანაშვილი მას აღწერს, როგორც მთებით გარშემორტყმულ ადგილს, რაც ორმაგ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. ერთი მხრივ, მთები მფარველი კედლებია, რომლებიც სოფლის გარესამყაროს ქაოსისგან იცავენ. აქ დრო თითქოს გაჩერებულია, ცხოვრება საუკუნეების განმავლობაში დადგენილი, უცვლელი რიტმით მიედინება. ეს არის ტრადიციების, მამის ავტორიტეტისა და პროგნოზირებადი მომავლის სამყარო, უსაფრთხო, მაგრამ ამავდროულად შემზღუდველი. მეორე მხრივ, სწორედ ეს მთებია დომენიკოსთვის ციხის გალავანი, რომელიც მის მზერასა და ოცნებებს ზღუდავს. ის, რაც სოფლის სხვა მცხოვრებთათვის სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტია, დომენიკოსთვის სულიერი კლაუსტროფობიის წყაროა. მაღალი სოფელი განასახიერებს კოლექტიურ ცნობიერებას, სადაც ინდივიდუალობა ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოვლენილი და სადაც პიროვნების მომავალი საზოგადოებრივი და საოჯახო ნორმებითაა წინასწარ განსაზღვრული. ეს არის სამყარო, სადაც კითხვები არ ისმება, რადგან პასუხები დიდი ხანია ცნობილია. სწორედ ამ უმოძრაობის, ამ კითხვების არარსებობის წინააღმდეგ მიმართული ამბოხია დომენიკოს წასვლის სურვილი. გადამწყვეტ როლს თამაშობს სოფელში შემთხვევით მოხვედრილი ტოლვილი. ეს პერსონაჟი არის კატალიზატორი, რომელიც დომენიკოს ბუნდოვან სურვილებს კონკრეტულ მიზნად გარდაქმნის. ტოლვილი არის ადამიანი გარედან, რომელსაც თან მოაქვს უცხო სამყაროს სუნთქვა, მისი ხმები, სუნები და რაც მთავარია, მისი ისტორიები. მისი მონათხრობი ლამაზ ქალაქზე, უდაბნოზე, განსხვავებულ ადამიანებსა და ცხოვრების წესზე, დომენიკოს წარმოსახვაში რეალურ, ხელშესახებ სახეს იძენს. ტოლვილი არ ალამაზებს ამ სამყაროს, ის საუბრობს მის ხიფათებზე, შიშზე, უსამართლობაზე, მაგრამ სწორედ ეს სირთულეები და გამოწვევები ხიბლავს დომენიკოს. ეს არის რეალური ცხოვრების გემო, რომელიც ასი აკლია მაღალი სოფლის სტერილურ სიმშვიდეს. ტოლვილის გამოჩენა არის ბოლო ბიძგი, რომელიც დომენიკოს საბოლოოდ არწმუნებს, რომ მისი ადგილი იქ არის, მთებს მიღმა, სადაც ცხოვრება დუღს, თუნდაც ეს დუღილი სასიკვდილო საფრთხეს შეიცავდეს. ასე იკვრება წრე, შინაგანი მოუსვენრობა, რომელსაც გარეგანი კატალიზატორი აძლიერებს, იწვევს გარდაუვალ ქმედებას, მამასთან დაპირისპირებას და იმ სამყაროს დატოვებას, რომელიც ერთდროულად აკვანიც იყო და გალიაც. მამის სახე რომანში ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და მრავალშრიანია. იგი არ არის მხოლოდ მიმტევებელი მამის სახეხატი. თავდაპირველად ის გვევლინება, როგორც მაღალი სოფლის პატრიარქალური წესრიგის განსახიერება, სოფლის გამგებელი, რომლის სიტყვაც კანონია და რომლის ავტორიტეტიც ურყევია. დგება გარდამტეხი მომენტი, დიალოგი მამასთან. ეს არ არის უბრალოდ საუბარი, ეს არის ორი სამყაროს, ორი მსოფლმხედველობის შეჯახება. დომენიკო მოდის მამასთან, სოფლის გამგებელთან, რომლის სიტყვაც კანონია და უცხადებს. მამა, ჩემი წილი სიმდიდრე მინდა, უნდა წავიდე.
ამ სიტყვებში იგრძნობა არა მხოლოდ ახალგაზრდული კადნიერება, არამედ ღრმა შინაგანი დრამა. მამის პასუხი კი გასაოცარია. ის, ვინც განასახიერებს ტრადიციას და უცვლელობას, არ ცდილობს შვილის ძალით შეჩერებას. მისი ხმა მშვიდი და სევდიანია. ის ხვდება, რომ შვილის სულში დაწყებულ ქარიშხალს ვერაფერი დააოგებს. შესაძლოა ის საკუთარ ჩახშობილ, ახალგაზრდულ ოცნებასაც კი ხედავს დომენიკოში. მამის პასუხი სავსეა ფარული სიბრძნით. კარგად დაფიქრდი შვილო, იქნებ სჯობდეს დარჩე, მაგრამ თუ გადაწყვიტე, ძალით ვერ დაგაკავებ. შენი გზა, შენ უნდა გაიარო. ძვირფასეულობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მემკვიდრეობით გადმოდიოდა და რომელიც თავად სამოსელ პირველს ამშვენებდა, მამა ყიდის, რომ შვილს გზა გაუხსნას. 6000 დრაქმას ის დომენიკოს აძლევს, რომელიც ძალიან დიდი თანხაა. ეს უდიდესი სიმბოლური აქტია. მამა შვილის მოგზაურობის დასაფინანსებლად ყიდის სწორედ იმ ძვირფასეულობას, რომელიც საგვარეულო რელიკვიას, სამოსელ პირველს ამშვენებდა. ეს ნიშნავს, რომ ის წინაპართა მემკვიდრეობას, ტრადიციის ხელშესახებ სიმბოლოს, სწირავს შვილის ინდივიდუალური გზის, მისი თავისუფალი არჩევანის უფლებას. ეს არის მამის უდიდესი მსხვერპლი, რომელიც აჩვენებს, რომ მისი სიყვარული უფრო მაღლა დგას, ვიდრე წესები და ტრადიციები. იგი აცნობიერებს, რომ ჭეშმარიტი სამოსელი არა მემკვიდრეობით მიღებული რელიკვია, არამედ ის სულიერი სამოსია, რომელიც ადამიანმა თავად საკუთარი ცხოვრებით უნდა შექმნას. ორი ძმის სახე რომანში, ორი ფუნდამენტურად განსხვავებული მსოფლმხედველობის, ორი ეგზისტენციალური არჩევანის პერსონიფიკაციაა. ისინი ერთი მამის შვილები არიან, მაგრამ სხვადასხვა დედისგან, რაც სიმბოლურად მიანიშნებს მათ განსხვავებულ სულიერ საწყისებზე. გვეგვე არის დედამიწის კაცი. მისი სამყარო ჰორიზონტალურია. ის ხედავს იმას, რაც ხელშესახებია: მიწას, მოსავალს, ოჯახს. იგი პრაგმატული, შრომის მოყვარე და პასუხისმგებლობით სავსეა. გვეგვე განასახიერებს ფესვებს, სტაბილურობას, დარჩენის ფილოსოფიას. მისთვის ბედნიერება ნაცნობ გარემოში საკუთარი ადგილის დამკვიდრება და მოვალეობის პირნათლად შესრულებაა. იგი ვერ იგებს და შესაბამისად გმობს მის უაზრო ლტოლვას უცნობისკენ. დომენიკოს წასვლა მისთვის არა მხოლოდ ოჯახის, არამედ იმ კოსმიური წესრიგის ღალატია, რომელზეც მაღალი სოფლის სამყარო დგას. მისი დუმილი და გულგრილი მზერა დომენიკოს გამგზავრებისას უფრო მძიმეა, ვიდრე ნებისმიერი საყვედური, რადგან ის სრულ გაუცხოებას და გაუგებრობას გამოხატავს. დომენიკო მეორე მხრივ ვერტიკალური განზომილების ადამიანია. მისი მზერა მიმართულია ზემოთ, მთების ქიმებისკენ და მათ მიღმა. ის არის მეოცნებე, მოუსვენარი სულის პატრონი, რომელსაც შინაგანი სიცარიელის და უხსნელი სევდის განცდა არ ასვენებს. დომენიკოსთვის სტაბილურობა სტაგნაციის ტოლფასია, ხოლო წინასწარ განსაზღვრული მომავალი სულიერი სიკვდილისა. მისი ლტოლვა არ არის მიმართული კონკრეტული მატერიალური მიზნისკენ. ეს არის ეგზისტენციალური წყურვილი, შეიცნოს საკუთარი თავი და სამყარო, იპოვოს პასუხები კითხვებზე, რომლებიც მაღალ სოფელში არავის აწუხებს. იგი განასახიერებს წინსვლის, ძიების, ტრანსფორმაციის ფილოსოფიას. ძმების კონფლიქტი არის მარადიული დილემის, დარჩენისა და წასვლის, ტრადიციისა და ნოვატორობის, მიწისა და ციის მხატვრული განსახიერება. რომანი არსცემს ერთმნიშვნელოვან პასუხს, რომელი გზაა სწორი. იგი გვიჩვენებს, რომ ორივე გზა არსებობს და ორივე თავისებურად რთული და ღირსეულია. დომენიკოს ჩასვლა ლამაზ ქალაქში არის გადასვლა ბუნებრივი, ორგანული სამყაროდან ხელოვნურ, მექანისტურ რეალობაში. ეს ქალაქი მაღალი სოფლის სრული ანტიპოდია. თუ სოფელში ღირებულებები განისაზღვრებოდა ტრადიციით, ოჯახური კავშირებითა და ადამიანური ურთიერთობებით, ლამაზ ქალაქში ყველაფერს ფასი აქვს და ყველაფერი იყიდება. ეს არის კაპიტალისტური სამყაროს გროტესკული ალეგორია, სადაც ადამიანური ურთიერთობები ანგარებაზეა დაფუძნებული, ხოლო წარმატება მატერიალური კეთილდღეობით იზომება. ქალაქი სილამაზე მოჩვენებითია. მისი კაშკაშა შუქები, მდიდრული რესტორნები და ხმაურიანი გასართობი ადგილები მალავს ღრმა სულიერ სიცარიელეს. ეს არის ილუზიების თეატრი, სადაც ყველა ნიღაბს ატარებს და სადაც გულწრფელობა სისუსტის ნიშანია. დომენიკო, რომელიც მაღალი სოფლის პატრიარქალური, გულღია სამყაროდან მოვიდა, ამ თამაშისთვის სრულიად მოუმზადებელია. მისი გულუბრყვილობა და სიმდიდრე მას იოლს სამიზნედ აქცევს. აქ გაიცნობს დომენიკო ტერეზას, ქალი, რომელიც ერთი მხრივ ქალაქის სამყაროს პროდუქტია, მაგრამ ამავე დროს მისი წინააღმდეგობრივი სულიერების მატარებელიც. დომენიკოსთან მისი ურთიერთობა ორმაგია. თავდაპირველად იგი თითქოს ქალაქის ზუნებისა, რადგან დომენიკოს სიმდიდრე მისთვის გარკვეულ შესაძლებლობებს ნიშნავს. მაგრამ თანდათანობით ტერეზას ისტორიაში ვლინდება ადამიანური სითბო და შინაგანი ტრაგიზმი.
ისიც ისეთივე მსხვერპლია ამ ქალაქის მექანიზმის, როგორც დომენიკო. მხოლოდ განსხვავება ის არის, რომ ტერეზა უკვე მიჩვეულია ამ თამაშს, ხოლო დომენიკო სრულიად გამოუცდელია. ტერეზასა და დომენიკოს შეხვედრა ამ ხელს არამხოლოდ სიყვარულისა და ადამიანურობის შესაძლებლობას ყველაზე გაუცხოებულ გარემოშიც, არამედ ამავდროულად მათ შორის არსებულ ბარიერებსაც. დომენიკოს გულუბრყვილობა და სუფთასული ტერეზას გულში დროებით ამოძრავებს მივიწყებულ ემოციებს, მაგრამ საბოლოოდ ქალაქის ცივი ლოგიკა და ანგარებას ძლევს. ტერეზას ტრაგედია ის არის, რომ მისი გულწრფელი გრძნობები ვერ გადალახავს იმ სამყაროს კანონებს, რომლებშიც თავად ცხოვრობს. ამგვარად, დომენიკოსა და ტერეზას ურთიერთობა ერთგვარი მიკრომოდელია ლამაზი ქალაქის დიდი ალეგორიისა. სამყაროსი, სადაც ადამიანური სიახლოვე მუდმივად იშლება მატერიალური ინტერესებისა და ილუზორული ფასეულობების წინაშე. ტულიო, ცილიო, ედმონდო ეს სახელები დომენიკოსთვის თავდაპირველად მეგობრობასთან, თავისუფლებასა და უდარდელ ცხოვრებასთან ასოცირდება. სინამდვილეში, ისინი ქალაქის მტაცებლური ბუნების პერსონიფიკაციები არიან. ისინი არ არიან კლასიკური ბოროტმოქმედები. მათი ბოროტება უფრო ბანალური და ამორალურია. ისინი ხედავენ დომენიკოს, როგორც რესურსს, მოსიარულეს აფულეს და ოსტატურად იყენებენ მის გულუბრყვილობას. მათი მეგობრობა არის სპექტაკლი, რომელიც მიზნად ისახავს დომენიკოს ქონების მითვისებას. ისინი მას ასწავლიან ქალაქურ ცხოვრებას, რაც რეალურად ნიშნავს უაზრო ფლანგვას, აზარტულ თამაშებსა და ძვირადღირებულ დროსტარებას. დომენიკო, რომელსაც ყური ადამიანური კავშირები, სიხარულით იღებს ამსრუ მეგობრობას და გულუხვად უმასპინძლდება მათ. ეს პროცესი არამხოლოდ ფინანსური გაკოტრებაა, არამედ რაც უფრო მნიშვნელოვანია, სულიერი გაუფასურება. დომენიკო ნელ-ნელა კარგავს საკუთარ თავს, ივიწყებს თავის საწყისებს. სამოსელი პირველი, მისი სიწმინდისა და მაღალი იდეალების სიმბოლო, ამ ბინძურ გარემოში თითქოს ფერს კარგავს. იფარება ქალაქური მტრითა და სიყალბის ლაქებით. ის კარგავს არამხოლოდ ფულს, არამედ საკუთარი თავის რწმენას და ადამიანებისადმი ნდობას. სწორედ ამ მორალური და სულიერი დაცემის ფონზე, როდესაც დომენიკო იმედგაცრუების და მარტოობის ფსკერზია, მის ცხოვრებაში ჩნდება სინათლის პირველი, თუმცა უცნაური სხივი, ალესანდრო. ალესანდრო ქალაქისთვის არის გიჟი, ხალხის მასხარა. ის არ ჯდება საზოგადოების მიერ დადგენილ ჩარჩოებში. ის არ ცხოვრობს მატერიალური ღირებულებებით. არ აქვს სახლი, არ აქვს ქონება. ის არის მოხეტიალე ფილოსოფოსი, ქრისტესმიერი სალოსის არქეტიპი, რომელიც თავისი ნებით უარს ამბობს ამ ქვეყნიურ კეთილდღეობაზე, რათა ადამიანებს მარადიული ჭეშმარიტება უქადაგოს. მისი ლექციების თემა ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობებისთვის პირდაპირი გამოწვევაა ლამაზი ქალაქის ანგარებიანი და გაუცხოებული საზოგადოებისთვის. დომენიკო თავიდან სკეპტიკურად უყურებს ამ უცნაურ კაცს, მაგრამ ალესანდრო სიტყვები მის სულში ღრმად ილექება. ალესანდრო ხდება მისი პირველი ნამდვილი მასწავლებელი. ის ასწავლის დომენიკოს კრიტიკულ აზროვნებას, სიყალბის მიღმა ჭეშმარიტების დანახვას. იგი უხსნის, რომ სამყარო ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ალესანდროს იგავები არის რომანის ფილოსოფიური ბირთვი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იგავის სიყვარულის კაქტუსზე. ეს იგავი დომენიკოსთვის ნამდვილ გამოცხადებად იქცევა. კაქტუსი, მახინჯი და ეკლიანი, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთი დღით იძლევა ღვთაებრივ ყვავილს, არის მეტაფორა იმისა, რომ ჭეშმარიტი სილამაზე და სიყვარული ხშირად უხეშ და შეუხედავი გარეგნობის მიღმა იმალება. მის სანახავად და მოსაპოვებლად საჭიროა მოთმინება, დაკვირვება და რწმენა, თვისებები, რომლებიც ლამაზ ქალაქში არავის გააჩნია. ეს იგავი ამზადებს დომენიკოს ცნობიერებას იმისთვის, რომ შეძლოს ანა მარიას, როგორც ამ კაქტუსის ყვავილის, დანახვა და შეფასება. ალექსანდრო დომენიკოს ასწავლის სხვანაირად ხედვას, რაც არის პირველი ნაბიჯი სულიერი გამოგვიძებისკენ. როდესაც დომენიკო სულ უკვე მზად არის ნამდვილი გრძნობის მისაღებად, მის ცხოვრებაში შემოდის ანა მარია. მათი შეხვედრა არ არის უბრალოდ რომანტიკული ეპიზოდი. ეს არის ეგზისტენციალური მოვლენა. ანა მარია არის იმ სიყვარულის კაქტუსის გაშლილი ყვავილი. ქალი იყო, მაგრამ შველს გავდა. ეს ერთი ფრაზა სრულყოფილად გადმოსცემს მის სულიერ სიწმინდეს, სინაზესა და ბუნებრიობას. ის არის სრული კონტრასტი იმ ქალაქელი, ხელოვნური ქალებისა, რომლებიც დომენიკოს მანამდე შეხვედრია. ანა მარიასთან ურთიერთობაში არ არის ანგარება, არ არის სიყალბე. ეს არის ორი მონათესავე სულის შეხვედრა სიყალბით სავსე სამყაროში. მათი სიყვარული ხანმოკლეა, როგორც იმ კაქტუსის ყვავილობა, მაგრამ ის დომენიკოს მთელ ცხოვრებას ცვლის. ანა მარიასთან ერთად ის პირველად გრძნობს თავს ბედნიერად. ეს არის სიმშვიდე, რომელსაც ის მაღალ სოფელში ვერ პოულობდა,
და რომელიც ვერც ქალაქის ხმაურიანმა ცხოვრებამ მისცა. ეს არის ჰარმონია. ანა მარია მისთვის ხდება სახლის, სიმყუდროვისა და მომავლის იმედის სიმბოლო. მაგრამ დოჩანაშვილის სამყაროში ბედნიერება ხშირად წარმავალია და გამოცდის ნაწილია. ტრაგედია მოულოდნელად და დაუნდობლად იჭრება მათ ცხოვრებაში. ანა მარიას, რომელიც სავარაუდოდ დომენიკოსგან შვილს ელოდება, კლავენ. ეს არის უაზრო, სასტიკი, მოტივაციის გარეშე ჩადენილი დანაშაული, რომელიც დომენიკოს სამყაროს თავდაყირა აყენებს. ეს არის პირველი ნამდვილი შეჯახება აბსოლუტურ, ირაციონალურ ბოროტებასთან. იმ მომენტში, როდესაც მან იპოვა ცხოვრების აზრი, სამყარომ მას ეს აზრი წაართვა. ანა მარიას სიკვდილი არის გადამწყვეტი გარდატეხა დომენიკოს სულიერ გზაზე. ტკივილი, რომელსაც ის განიცდის, იმდენად დიდია, რომ სიყვარულს სიძულვილი ანაცვლებს. მას სძულს ეს ქალაქი, სძულს ადამიანები, სძულს სამყარო და რაც მთავარია, სძულს საკუთარი თავი, რადგან ვერ შეძლო თავისი სიყვარულის დაცვა. ალესანდროს სიბზნეც კი უძლურია ამ ტკივილის წინაშე. დომენიკოს სულში ქაოსი და სიბნელე ისადგურებს. ის აღარ ეძებს სიკეთეს, ის ეძებს თვითგანადგურებას, სულიერ სიკვდილს. ლამაზმა ქალაქმა მასჯერ ასწავლა სიყვარულის ფასი, შემდეგ კი დაანახა, თუ რა ადვილად შეიძლება მისი განადგურება. ამ სასტიკმა გაკვეთილმა ის სამუდამოდ შეცვალა და მოამზადა იმ ჯოჯოხეთისთვის, რომელიც მას კამორაში ელოდა. თუ ლამაზი ქალაქი იყო სიყალბისა და ილუზიების სამეფო, სადაც ბოროტება მატერიალური კეთილდღეობის ნიღბის ქვეშ იმალებოდა, კამორა არის ბოროტების დაუფარავი, დოკუმენტური რეალობა. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანური ღირებულებები ფეხქვეშაა გათელილი, სადაც ზალა და სისასტიკე ერთადერთ კანონს წარმოადგენს. კამორა არ არის უბრალოდ კრიმინალური ქალაქი. ეს არის მეტაფიზიკური სივრცე, სამყაროს მოდელი. აქ არ არსებობს თანაგრძნობა, არ არსებობს მეგობრობა, არსებობს მხოლოდ შიში, ღალატი და გადარჩენის ცხოველური ინსტინქტი. ქალაქს მართავს უხილავი დიდი ბოსი, რომლის სახელიც კი ყველა შიშის ზარს სცემს. კამორა არის ადამიანური დაცემის უკიდურესი წერტილი, აბსოლუტური ნიჰილიზმის განსახიერება. დომენიკო ამ ჯოჯოხეთში საკუთარი ნებით, შეგნებულად მიდის. მისი მოტივაცია არ არის სიმდიდრის ან ძალაუფლების ძიება. პირიქით, ის ტკივილისგან იმდენად არის განადგურებული, რომ სურს მიაღწიოს ტანჯვის უკიდურეს ზღვარს. ეს არის ერთგვარი სულიერი მაზოხიზმი, თვითგანადგურებისკენ სწრაფვა. ის იქცევა კამორელების სათამაშოდ, ითმენს ყველაზე მძიმე დამცირებას, ცემას, დაციმას. ის ქვეცნობიერად სჯის საკუთარ თავს ანა მარიას სიკვდილის გამო, თითქოს ამბობს, მე არაფრის ღირსი ვარ, მეც ამ ბინძური სამყაროს ნაწილი ვარ. დომენიკო კარგავს ადამიანურ სახეს, იქცევა ჩრდილად, რომელსაც არც სახელი აქვს და არც წარსული, მაგრამ პარადოქსულად, სწორედ ამ სრულ დეგრადაციაში, მის სულში ჯიუტად აგრძელებს არსებობას რაღაც, რაც არ ნებდება. ეს არის ალესანდროს უკანასკნელი დავალება, ეპოვა კამორაში მისი ძმა. ალესანდროს ძმის ძიება დომენიკოსთვის ერთადერთ იმედად, ერთადერთ აზრიან ქმედებად იქცევა ამ უაზრო და სასტიკ სამყაროში. ეს დავალება მას აიძულებს, არ დაკარგოს დაკვირვების უნარი, არ გადაიქცეს უბრალო მსხვერპლად. ის აკვირდება კამორელებს და ცდილობს, მათში, ამ ურჩხულებში რაიმე ადამიანური ნაპერწკალი, რაიმე კეთილი გამოვლინება დაინახოს, რადგან სჯერა, რომ ალესანდროს, სიკეთის განსახიერების ძმა, არ შეიძლება იყოს სრულიად დაკარგული ადამიანი. ეს ძიება მას აიძულებს, არ დაკარგოს წმენა ადამიანების მიმართ, თუნდაც ყველაფერი საპირისპიროს ამტკიცებდეს. ეს არის მისი სულის უკანასკნელი ბრძოლა, სრული ნიჰილიზმის წინააღმდეგ. და აიდგება შოკისმომგვრელი კულმინაცია, რომელიც რომანის ერთ-ერთი უმთავრესი ფილოსოფიური წერტილია. დომენიკო იგებს, რომ ალესანდროს ძმა არის მიჩინიო, კამორას ყველაზე ცნობილი, ყველაზე დაუნდობელი და სისხლის მსმელი მკვლელი, ადამიანი, რომლის სახელიც კი ყველას აწრწუნებს. ეს აღმოჩენა დომენიკოსთვის სამყაროს კიდევ ერთხელ ამოატრიალებს. როგორ შეიძლება სინათლისა და სიბნელის, სიკეთისა და ბოროტების ასეთი პირდაპირი, სისხლით ნათესაური კავშირი. ეს აღმოჩენა ანგრევს სამყაროს მარტივ, შავთეთრ მოდელს. დოჩანაშვილი გვეუბნება, რომ სიკეთე და ბოროტება არ არის ორი დამოუკიდებელი, ერთმანეთისგან გამიჯნული ძალა. ისინი ერთი და იმავე საწყისიდან, ერთი და იმავე ადამიანური ბუნებიდან შეიძლება მომდინარეობდნენ და ხშირად მათი განსხვავება მხოლოდ არჩევანშია. დომენიკო შეხვედრა მიჩინიოსთან და მათ შორის გამართული დიალოგი რომანის ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური მწვერვალია. დომენიკო მას უყვება ალესანდროზე, მათ საუბრებზე, მის ფილოსოფიაზე. მიჩინიო, რომელიც თავიდან უხეშად იშორებს, თანდათან იხსნება და თავის ისტორიას ყვება. აღმოჩნდება, რომ მიჩინიოს სისასტიკე მისი პირადი, უდიდესი ტრაგედიის შედეგია. მასაც დომენიკოს მსგავსად ყვარებია ქალი,
რომელიც სასტიკად მოუკლეს. ამ ტრაგედიამ მის შურისძიების გზაზე დააყენა. მან გადაწყვიტა ებრძოლა ბოროტებისთვის ბოროტებით. გამხდარიყო იმაზე უფრო სასტიკი, ვიდრე ის სამყარო, რომელმაც მას ბედნიერება წაართვა. მიჩინიო ამბობს, რომ ისიც ეძებდა სამართალს, მაგრამ ვერ იპოვა და მიხვდა, რომ სამყაროში სამართალი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ძალა. ამიტომ მან გადაწყვიტა ყოფილიყო ყველაზე ძლიერი. მიჩინიოს აღიარება დომენიკოსთვის სარკესავითაა. ის მასში ხედავს საკუთარ, შესაძლო მომავალს, თავის ბნელ ორეულს. ის ხვდება, რომ ანა მარიას სიკვდილის შემდეგ თავადაც ამ გზას ადგა. თავადაც შურისძიებისა და თვითგანადგურებისკენ მიისწრაფოდა. მიჩინიო არის მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, თუ ის ტკივილს უფლებას მისცემს, ბოლომდე შთანთქას და სიძულვილად გარდაქმნას. ეს შეხვედრა დომენიკოსთვის კათარზისის ტოლფასია. ის აცნობიერებს, რომ მიჩინიოს გზა ჩიხია. ბოროტებით ბოროტებას ვერ დაამარცხებ. სიძულვილით სიყვარულს ვერ დაიბრუნებ. ეს გზა მხოლოდ ანადგურებს ადამიანის სულს და აქცევს მას იმ ურჩხულად, რომელსაც ებრძვის. ის ხვდება, რომ ნამდვილი ძალა სისასტიკეში კი არა, მიტევებასა და რაც მთავარია, სიცოცხლის გაგრძელების უნარშია. თუნდაც ეს სიცოცხლე ტკივილით იყოს სავსე. სწორედ ამ მომენტიდან იწყება დომენიკოს სულიერი აღდგინება. ის წყვეტს სიკვდილის ძიებას და იწყებს ცხოვრებისკენ სწრაფვას. კამორამ ბოროტების ამ აკადემიამ მას ასწავლა ყველაზე მთავარი გაკვეთილი. მან დაანახა ბოროტების სიბნელე და ამიტომ დომენიკომ დააფასა სინათლე. მან დაამარცხა ყველაზე საშიში მტერი, საკუთარ თავში არსებული სიძულვილი. კამორადან წამოსვლა არის სიმბოლური აქტი. დომენიკო ტოვებს არა უბრალოდ ქალაქს, არამედ თავისი ცხოვრების ყველაზე ბნელ პერიოდს. ის გამოდის ამ ჯოჯოხეთიდან არა გატეხილი, არამედ გაძლიერებული, არა დაკარგული, არამედ საკუთარი თავის მპოვნელი. კამორა შემდეგ უდაბნო დომენიკოსთვის ნამდვილ შვებად, გამწმენდელ სივრცედ, სულიერად სამოღვაწეო ადგილად იქცევა. თუ ქალაქები სავსე იყო ხმაურით, სიყალბითა და ადამიანებით, უდაბნო არის სიჩუმე, პირველქმნილობა და მარტოობა. ეს არ არის დამთქმული მარტოობა, არამედ სულიერი ტრანსფორმაციის ხელისშემწყობი გარემო, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს საკუთარ სულში ჩაიხედოს და შეაფასოს გავლილი გზა. უსასრულო ქვიშები და მცხუნვარემზე თითქოს შლის, წვავს ყველა იმ ჭურჭხს, რომელიც დომენიკოს კამორაში მიეწება. ფიზიკური გამოცდა, წყურვილი, შიმშილი, სიცხე, სულიერი განწმენდის პარალელურად მიმდინარეობს. აქ ის რჩება მარტო საკუთარ ფიქრებთან, მოგონებებთან და ღმერთთან. უდაბნო არის სიმბოლო სულიერი გადატვირთვისა, ახალი, სუფთა ფურცლიდან დაწყების შესაძლებლობისა. იგი ამზადებს დომენიკოს ახალი, ამჯერად არა პირადი, არამედ კოლექტიური იდეალის მისაღებად. უდაბნოში ხეტიალისას დომენიკო ხვდება ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც მიემართებიან კანუდოსისკენ. ესენი არიან სხვადასხვა წარმომავლობის, სხვადასხვა ბედის ადამიანები, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებთ, თავისუფლებისა და უკეთესი ცხოვრების ოცნება. კანუდოსი რომანში უტოპიური იდეალის განსახიერებაა. ეს არის ადგილი, რომელიც კამორის სრული ანტიპოდია. თუ კამორა მონობისა და შიშის სამეფო იყო, კანუდოსი არის თავისუფალი ადამიანების რესპუბლიკა. აქ არ არის სიმდიდრე და სიღარიბე, არ არიან ბატონები და მსახურები. ყველა ერთად შრომობს საერთო კეთილდღეობისთვის და ყველა ერთად იღებს გადაწყვეტილებებს. ქალაქის სულიერი ლიდერი, რჩეველი, არ არის დიქტატორი. ის არის მასწავლებელი, რომელიც ხალხს საკუთარი ღირსების შეგრძნებას უბრუნებს. კანუდოსი არის საზოგადოება, რომელიც დაფუძნებულია არა იძულებაზე, არამედ ნებაყოფლობით თანხმობაზე, არა კანონზე, არამედ მორალზე. დომენიკო, რომელმაც უკვე გამოსცადა როგორც მაღალი სოფლის ტრადიციული საზოგადოების სიმყარე, ასევე ცივილიზებული სამყაროს სიყალბე და ბოროტების სამეფოს ჯოჯოხეთი, კანუდოში პოულობს იმას, რასაც შესაძლოა ქვეცნობიერად მთელი ცხოვრება ეძებდა, ჰარმონიულ საზოგადოებას, სადაც შეგიძლია იყოს საკუთარი თავი და ამავდროულად იყო ერთი დიდი ოჯახის ნაწილი. ის ხდება კანუდოსელი, ივიწყებს თავის წარსულს და მთელი გულით ერთვება ახალი სამყაროს შენებაში. აქ ის პოულობს ნამდვილ მეგობრებს, თანამებრძოლებს და პირველად გრძნობს, რომ იპოვა თავისი ადგილი დედამიწაზე. ეს არის მისი მოგზაურობის აპოგეა, იდეალის პოვნა. მაგრამ უტოპიები, როგორც წესი, დიდხანს ვერ ძლებენ რეალურ სამყაროში. ცენტრალური ხელისუფლება, რესპუბლიკა კანუდოსის არსებობაში უდიდეს საფრთხეს ხედავს. მათთვის კანუდოსი არის ამბოხებულთა ბუდე, საშიში მაგალითი იმისა, რომ ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ სახელმწიფოს კონტროლის გარეშე. რესპუბლიკა, როგორც ყოველი ძალადობრივი სისტემა, ვერ ეგუება თავისუფლების ამ კუნძულს და იწყება ომი. ომის აღწერა რომანში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ტრაგიკული ნაწილია. დოჩანაშვილი დეტალურად, ნატურალისტური სიზუსტით გვიხატავს ბრძოლის სცენებს.
ეს არ არის გმირული ეპოსი, ეს არის სისხლიანი, სასტიკი და უთანასწორო ბრძოლა. ერთ მხარეს დგას რესპუბლიკის პროფესიონალი, კარგად შეიარაღებული არმია. მეორე მხარეს კი მუჭა კანონდოსელები, გლეხები, ხელოსნები, ყოფილი ყაჩაღები, რომლებიც თავიანთ სახლს, ოჯახებსა და იდეალებს იცავენ. დომენიკო ამ ბრძოლის ეპიცენტრშია. ის, ვინც ოდესღაც მხოლოდ საკუთარი თავის ძიებით იყო დაკავებული, ახლა სხვების, საერთო საქმისთვის იბრძვის. ეს მისი პიროვნული ევოლუციის კულმინაციაა. ის ხედავს წარმოუდგენელ გმირობას და თავგანწირვას. ხედავს, როგორ იღუპებიან მისი ახალი მეგობრები. ბრძოლა გრძელდება თვეების განმავლობაში, მაგრამ ძალები უთანასწოროა. კანუდოს მიწასთან ასწორებენ და არინდობენ არავის. დომენიკო ამ ჯოჯოხეთს სასწაულებრივად გადაურჩება. მის თვალწინ განადგურდება ის ოცნება, ის სამყარო, რომელიც მან ასე შეიყვარა. ფიზიკურად კანუდოსი დამარცხდა, განადგურდა, მაგრამ სულიერად ის გამარჯვებული დარჩა. კანუდოსელებმა დაამტკიცეს, რომ არსებობს ღირებულებები, რომლებიც სიცოცხლეზე ძვირფასია. მათ აჩვენეს, რომ ადამიანს შეუძლია მონობაში ცხოვრებას თავისუფლებისთვის სიკვდილი არჩიოს. კანუდოსის ტრაგედია დომენიკოს სულზე წარუშლელ კვალს ტოვებს. მან დაკარგა ყველაფერი, მაგრამ შეიძინა ყველაზე მთავარი. მან შეიცნო თავისუფლების ნამდვილი ფასი. მან დაინახა ადამიანური სულის უდიდესი სიმაღლე. ეს გამოცდილება მას საბოლოოდ აყალიბებს როგორც პიროვნებას, რომელიც მზად არის დაბრუნდეს საწყისთან, მაგრამ უკვე არა როგორც გულუფრყვილო ჭაბუკი, არამედ როგორც ტრაგიკული გმირი, რომელმაც იბრძოლა, მაგრამ მაინც დაკარგა ყველაფერი უმაღლესი იდეალებისთვის. კანუდოსის ფერფლიდან წამომდგარი დომენიკო იწყებს თავის უკანასკნელ და ყველაზე რთულ მოგზაურობას, გზას ახლისკენ. ეს არ არის უბრალოდ ფიზიკური გადაადგილება, ეს არის სულიერი პილიგრიმობა. ის ბრუნდება არა იმიტომ, რომ დამარცხდა და სხვა გზა არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ მან დაასრულა თავისი ძიება. მან შემოუარა სამყაროს, დაინახა მისი ყველაზე ნათელი და ბნელი წერტილები და ახლა იცის, სად არის მისი ნამდვილი ადგილი. მისი დაბრუნება არის შეგნებული არჩევანი და არა იძულება. გზა გრძელი და მძიმეა. ის არის ფიზიკურად და სულიერად გამოფიტული. როგორც მის სხეულზე, ასევე მის სულზე მრავალი იარებია აღბეჭდილი. მაგრამ ტკივილმა და განვლილმა გზა მის გამოუაბრძნო. ის აღარ არის მეოცნებე ჭაბუკი, რომელიც შორეულ სამყაროზე ოცნებობდა. ის არის კაცი, რომელმაც იცის სიცოცხლის ფასი, რადგან საკუთარი თვალით იხილა უამრავი სიკვდილი. რაც უფრო უახლოვდება ის მაღალ სოფელს, მით უფრო მძაფრდება მასში ნოსტალგია და ამავდროულად შიში. ეშინია, როგორ შეხვდებიან მას, ემახსოვრებათ კი და რაც მთავარია, დახვდება თუ არა მამა ცოცხალი. როდესაც ის მაღალ სოფელს მიადგება, პირველი ვისაც ხედავს, მისი ძმა გვეგვეა, რომელიც მინდორში მუშაობს. მათი შეხვედრა მძიმე და უსიტყვოა. გვეგვე მას ცნობს, მაგრამ მათ შორის კვლავ დგას წლების წინ წარმოქმნილი გაუგებრობის კედელი, რომელიც ახლა კიდევ უფრო მაღალი და სქელია. გვეგვესთვის დომენიკო კვლავ ის მოუსვენარი ძმაა, რომელმაც ოჯახი მიატოვა და გაურკვეველ გზებს დაადგა. მას არ შეუძლია და ალბათ არც სურს გაიგოს ის გზა, რომელიც დომენიკომ განვლო. ის ხედავს მხოლოდ გარეგნულ შედეგს, დაქანცულ, დამარცხებულ კაცს. მათი სამყაროები საბოლოოდ და შეუქცევლად დაშორდა ერთმანეთს. მაგრამ ყველაფერს ცვლის მამასთან შეხვედრა. მამა ღრმად მოხუცი, აივანზე ზის და შვილის დაბრუნებას ელოდება. თითქოს მთელი ეს წლები იცოდა, რომ ის აუცილებლად დაბრუნდებოდა. როდესაც ის დომენიკოს დაინახავს, მის თვალებში არ არის საყვედური, არ არის ბრაზი, არ არის კითხვები. მის თვალებში არის უსაზღრო, უპირობო სიყვარული და მიტევება. ეს სცენა არის სახარებისეული იგავის პირდაპირი გამოძახილი. მამა არაფერს ეკითხება, მას არ აინტერესებს სად იყო მისი შვილი, რა ჩაიდინა, როგორ დაკარგა ქონება. მისთვის მთავარია ერთი რამ, ესზე ჩემი მომკვდარიყო და განცოცხლდა, წარწმედულიყო და იპოვა. ეს არის ღვთაებრივი მიტოვების აქტი, რომელიც ადამიანურ ლოგიკაზე მაღლა დგას. შეხვედრის კულმინაციაა მამის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომელიც რომანის სათაურია და მის მთავარ კვინტესენციას წარმოადგენს. მოართვით მას სამოსელი პირველი. ეს მომენტი არის დომენიკოს სრული სულიერი განწმენდისა და რეაბილიტაციის მწვერვალი. სამოსელი პირველი აქ აღარ არის მხოლოდ უცოდველობის, სიწმინდის ან საგვარეულო მემკვიდრეობის სიმბოლო. მისი მნიშვნელობა ტრანსფორმირებულია. ეს არის სიმბოლო მიტევებისა და ხელახლა დაბადებისა. ეს არის აღიარება იმისა, რომ ადამიანს რაც არ უნდა დაეცეს, ყოველთვის აქვს შანსი, თავიდან დაიწყოს, დაიბრუნოს თავისი ღირსება. დომენიკო ბრუნდება მიწასთან. ის იწყებს მუშაობას თავის ძმასთან, გვეგვესთან ერთად. ის, ვინც მიწას გაექცა, ახლა მას უბრუნდება და მასში პოულობს იმ სიმშვიდეს, რომელსაც მთელი მსოფლიო შემოვლისას ეძებდა.
მან შეკრა წრე, ის წავიდა რათა ეპოვა საკუთარი თავი. დაიპოვა იგი იქ, საიდანაც დაიწყო. მაგრამ ეს დაბრუნება არ არის მარცხი. ეს არის გამარჯვება, რადგან ის ბრუნდება მონანული და საკუთარი თავისა და უძლურებების მცოდნე და ამავდროულად დიდი გამოცდილების მქონეც. გურამ დოჩანაშვილის სამოსელი პირველი არის რომანი ოდისეა. ადამიანის სულის მოგზაურობა საკუთარი თავის აძიებლად. დომენიკოს გზა არის კაცობრიობის უნივერსალური გზის ალეგორია. სახლიდან წასვლა, სტუნებებთან შეხვედრა, დაცემა, ბოროტების ფსკერის დანახვა, იდეალებისთვის ბრძოლა, ტრაგიკული დანაკარგი და საბოლოოდ დაბრუნება საწყისთან, მაგრამ უკვე ახალი, უფრო ღრმა გაგებით. რომანი გვასწავლის, რომ სახლის, ფესვების, საწყისის ჭეშმარიტი ფასის გასაგებად ზოგიერთისთვის აუცილებელია მისი დატოვება და დაკარგვა. წავიდეს იქ, სადაც უკეთესი ჰგონია, რომ შორიდან ჯოჯოხეთის ალებიც კი ლამაზად მოჩანს, მაგრამ შიგნით ფეხის ჩადგმისას ყველაფერი იცვლება და პირისპირ ხვდება მის დაუნდობელ ბუნებას. ნაწარმოების დასასრული არ გვთავაზობს ზღაპრულ, უღრუბლო ბედნიერებას. დომენიკოსთან რჩება მისი წარსულის აჩრდილები, მისი ტკივილი და მისი მოგონებები, მაგრამ ახლა მას შეუძლია ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრება. მან იპოვა ჰარმონია საკუთარ თავთან და სამყაროსთან. მან გაიგო, რომ ცხოვრების აზრი არა შორეულ, აბსტრაქტულ იდეალებშია, არამედ თავად სიცოცხლეში, მის უბრალოებაში, მის ყოველდღიურ შრომასა და ადამიანურ ურთიერთობებში, უპირობო სიყვარულსა და მიტევების მატლში. სამოსელი პირველი არის წიგნი, რომელიც იზრდება მკითხველთან ერთად. მისი ყოველი წაკითხვა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ახალ აღმოჩენებს გვირდება. ეს არის ნაწარმოები, რომელიც გვახსენებს, რომ რაც არ უნდა შორს წავიდეთ და რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი გზა, შინდაბრუნების და მიტევების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ამ შედევრალურ ნაწარმოებზე კომენტარებში. და თუ ეს ვიდეო ღირებული აღმოჩნდა თქვენთვის, გთხოვთ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი. მომავალ შეხვედრამდე.